თუ დაკვირვები ხართ, როგორც კი მუცელს შეისუნთქავ, ხო ზიხარ მოხუნული, ხო? როგორც კი მუცელს შეისუნთქავ, ავტომატურად ხერხემალი სწორდება. როგორც კი ხერხემალი სწორდება, ავტომატურად ხერხემლის კუნთები ირთვება. როგორც კი ხერხემლის კუნთები ტონუსში მოდის, პლატიზმა და ყელი და კისერი და ყველაფერი დგება ისე, როგორც საჭიროა და აუცილებელია. ხვდები, ანუ ძალიან მოღუნული ყოფნა ნიშნავს გამოვარდნილ მუცელს, უკვე გამოვარდნილ უკანა ხერხემალს, კისერს და რა ვიცი. და პრობლემებს ჯანმრთელობაში თავისთავად. რა თქმა უნდა, მე ნაწლავებიც, გულიც, ფილტვებიც დეფორმირდება, ყველაფერი შიგნით იჭყლიტება. როცა არ არის ორგანული მდგომარეობა ხერხემლისთვის, სულ მაგას ვეუბნები ჩემ გოგოებს, რომ თუ საძირკველი არ ვარ გასშენობა, აუცილებლად დაინგრება და ჩვენი საძირკველი არის ხერხემალი. ხერხემალი, კი. და ხერხემალი ისეთი სწორი უნდა იყოს, რომ აი კედელთან მიყუდების შემთხვევაში შუქის სხივიც კი არ უნდა გადიოდეს. აი ბოლომდე უნდა იყოს მიბჯენილი ხერხემალი კედელი. და ხერხემალი რო იყოს ჯანმრთელი, ასევე ფეხის კუნთები ძალიან ეხმარება ამაში, მეორე გულს ეძახიან. ანუ აი ქართულ ცეკვაში ცერზე აწევა ჩამოწევა რაც არის, ეს არის ის კუნთები, რომელიც ლიმფას ამუშავებს და სისხლს ამუშავებს. ქართული ცეკვა, თავისი ქართული ტრენაჟით, ძელით არის ჯანმრთელობის საწინდარი და ელექსირი.